ტაბუდადებული თემები, რომელზეც საუბარი ძალიან გვეუხერხულება, მაგრამ აუცილებელია. თამარ, რას ნიშნავს ესთეტიური გინეკოლოგია? ესთეტიური გინეკოლოგია ნიშნავს ქალბატონებისთვის მოგვარებას ინტიმურ ზონაზე სხვადასხვა პრობლემის გაახალგაზრდობა, გაჯანსაღება და გამოსწორება რაღაც არსებული დისკომფორტის. და მაინც იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა პრობლემები შეიძლება ქონდეთ ქალბატონებს ინტიმურ ზონასთან დაკავშირებით. პრობლემები შესაძლოა იყოს შარდის შეუკავებლობა, იყოს ასაკობრივი ცვლილებები გენიტალიებში, სასქესო ორგანოზე, იყოს პიგმენტაცია მოჭარბებული, იყოს ანორგაზმია, ან სუსტი ორგაზმი, რასაც ვეძახით ჯიწერტილების აქტივაციას. და ბევრი სხვა სიმშრალე, ქავილი, პრევენცია ინფექციებისკენ და ესეთი ახალი თანამედროვე მიდგომები, რომელიც გვარდება ესთეტიურ გინეკოლოგიაში. უფრო კონკრეტულად ჯიწერტილი რას ნიშნავს? კი ბატონო, ჯიწერტილი არის, ასე ვთქვათ, გერმანელი მეცნიერის შემდგომ დაერქვა მას ჯიწერტილი, რომელიც მოიცავს ეროგენულ ზონას, ეს არის საშოს შესავალთან დაახლოებით 5 სანტიმეტრის არეალში. ასეთ დროს ხანდახან ზოგიერთ ქალბატონს დაქვეითებული აქვს, ამიტომ ვერ აღწევენ ორგაზმს, სუსტად აღწევენ. ასეთ დროს ჩვენ შეგვყავს პრეპარატი, უშუალოდ ამ წერტილებს ვააქტიურებთ. სქესობრივი კონტაქტი ხდება უკვე ქალბატონებისთვის სასიამოვნო პროცესი. რას გვეტყვით შარდის შეუკავებლობასთან დაკავშირებით, ეს როგორც ვიცი აქტუალური პრობლემაა და როგორ ვაგვარებთ ამ პრობლემას? კი ბატონო, შარდის შეუკავებლობა სერიოზული პრობლემაა ქალბატონებში, დისკომფორტს იწვევს, თუნდაც დაცემინება დახველებაზე აქვს და კი მოჭარბებულ სიცილზეც აქვს ეს დისკომფორტი, ამიტომ ჩვენ და არის ხოლმე სხვადასხვა ეტაპები საოპერაციო. ყველა ვარიანტში არ არის ოპერაცია განხილული, ხო, რაღაც თავის საფეხურები აქვს. საწყის საფეხურზე ჩვენ შეგვიძლია ოპერაციის თავიდან აცილება მოხდეს და ზუსტად იმ წერტილებში, რაც არის მოწოდებული ჩვენი ტექნიკით, ჩემი ტექნიკით შემუშავებული, შევიყვანოთ პრეპარატი და აღარ ხდება შარდის შეუკავებლობა. დიდი ბაგეების, ეგრეთ წოდებული სასიცხო ბაგვეების პლასტიკასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ? კი ბატონო, ჩვენ პლასტიკურ ოპერაციას არ ვაკეთებთ, მაგრამ ესთეტიურად ვაუმჯობესებთ. არის ხოლმე ქალბატონებს არ აქვთ დიდი ბაგები, ანატომიურად კარგად განვითარებული და დისკომფორტი აქვთ მათ სხვადასხვა ვარჯიშის დროს, ცხენოსნობის დროს, თქვა ველოსიპედის დროს ან მდგარი ჭიდრო სამოსის დროს. ასეთ დროს ჩვენ შემავსებელს ვიყენებთ, ვავსებთ და ვფარავთ საშოს შესავალს და ეს სხვათა შორის პრევენცია ინფექციებს, სამკურნალო ჩვენება და პრევენცია ხდება ინფექციებად. ვაგინიტები აღარ არის, იმიტომ რომ საშო არის დახურული და ისე როგორც უნდა იყოს ანატომიურად. პიგმენტაციასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გითხრათ, რომელიც ასევე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ქალბატონებში? პიგმენტაცია ნამდვილად პრობლემაა ქალბატონებში, მით უმეტეს მუქი ფერის ქალბატონებში, იღლის მიდამოში, მკერდის ქვემოთ, მუცლის წინა მხარეს და შორისის მიდამოში, ხო, ანუ გინეკოლოგიურ ზონაზე. ასეთ დროს ერთი და იგივე პილინგის მეთოდით მივდივართ, შეგვიძლია გადავუნაწილოთ და მას სხვა ადგილებიც დაუკმაყოფილოთ ჩვენთან ვიზიტის დროს, ანუ ერთ პროცედურად გავაკეთოთ ეს. ნამდვილად პრობლემაა, ვერ იწვევენ საცვლებს, საცურაო კოსტიუმების დროს კომპლექსდებიან ქალბატონები. 5-10 პროცედურა გვჭირდება პილინგი ხდება ინტიმური ზონის და არა მარტო ინტიმური ზონის 5-დან 10 პროცედურამდე. შეგვიძლია ერთ მოსვლაში 2-2 პროცედურა გავუკეთოთ, კვირაში ერთხელ კეთდება და თითქმის სამუდამო ეფექტს იძლევა პილინგის პროცედურა. ასაკის მატებასთან ერთად აქტუალურია საშოს სიმშრალის პრობლემა და ეს პრობლემა ასევე თავს იჩენს პოსტშობიარობის შემდგომაც. ამის შესახებ რა შეგიძლიათ გითხრათ? კი ბატონო, ესთეტიური გინეკოლოგია ზუსტად ამასაც მოიცავს, ეგრეთ წოდებული ბიორევიტალიზაცია, იმიტომ რომ ჩვენ კულტურაში უკვე სახის მოვლა გაჩნდა, რომ აი უნდა მოვუაროთ ჩვენ სახს. კანის საფარი არის ყველგან, ხო, შესაბამისად ინტიმურ ზონაზეც კანის საფარია. როგორც გარედან შეგვიძლია ბიორევიტალიზაცია შევთავაზოთ ინტიმური ზონის ქალბატონებს, ისე შიგნით საშოში თვითონ ვიმუშაოთ, ასეთ დროს კოლაგენის გამოყოფა ხდება, გააქტიურება ხდება, სიმშრალე, ქავილი, წვის შეგრძნება, სქესობრივი კონტაქტის დროს მტკივნეულობა აღარ აქვს და გარეგნულადაც დატენიანებული და ტურგორი, ასე ვთქვათ, ელასტიურობა მომატებული არის ინტიმური ზონის მიდამო. და მაინც ძალიან მოკლედ რო გითხრათ, რაში ჭირდება ქალბატონებს ინტიმური ზონის მოვლა?
ინტიმური ზონის მოვლა მათ უმაღლებ თვითშეფასებას, დარწმუნებას, ლაღები ხდებიან, რომ იციან, რომ მათ არ აქვს დისკომფორტი და ყველა ქალისთვის სქესობრივი ცხოვრება, როდესაც არის ჯანსაღი და სწორი, ეს ყოველთვის ეთყობა ქალს ვიზუალურად. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მოგვმართონ.